Kalbadonebo და ბატონებო, დღეს 25 ივნისია, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე. ტრადიციულად მთელ მსოფლიოსთან ერთად ამ დღეს საქართველოც აღნიშნავს. მეზღვაურის დღის აღნიშვნა იმ ათასობით ადამიანის ღვაწლის აღიარებას და დაფასებას ემსახურება, რომელიც ამ რთულ, თავგადასავლებით სავსე და საპასუხისმგებლო პროფესიას საქართველოში დაეუფლა და მსოფლიოს მეზღვაურთა რიგებს შეუერთდა. მათი უმრავლესობა აჭარის წარმომადგენელია. წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით მეზღვაურის დღის კამპანია უსაფრთხოებას დაეთმო. თითოეულმა მეზღვაურმა იცის, რომ გემზე უსაფრთხოება უპირველესი საფიქრალია. ისინი სიცოცხლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წყალში ატარებენ და საკუთარ და სხვის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა მათთვის ცხოვრების უმთავრესი წესია. კამპანიის მონაწილეები თავად მეზღვაურები არიან, რომლებიც რჩევებს აზიარებენ, როგორ იქცეს მათი პროფესია და სამუშაო უსაფრთხო გარემოდ. დღეს მართლაც გამორჩეული დღეა. გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. Kalbadonebo და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. Kalbadonebo და ბატონებო, დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორო, მეზღვაურთა პირადი შემადგენლობა სასეიმო ღონისძიებისათვის მოწყობილია. პირველი რანგის კაპიტანი ბაჯელიძე. გამარჯობა ბატონებო. თავისუფლად. თავისუფლად. ვიწყებთ მეზღვაურის ფიცის დადების სასეიმო ცერემონიალს. ფიცის მიღება შეუდეგი. მე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი ვფიცავ. პირნათლად მოვიხადო ჩემი სტუდენტის ვალი აკადემიის წინაშე ვფიცავ. კეთილსინდისიერად შევისწავლო საზღვაო საქმე ვფიცავ. ღირსეულად გავაგრძელო აკადემიის ტრადიციები ვფიცავ. აკადემიაში მტკიცე დავიცვა დისციპლინა ვფიცავ. გავუფრთხილდე მეზღვაურის პროფესიულ ღირსებას ვფიცავ. ერთგულად ვემსახურო საქართველოს საზღვაო ფლოტს ვფიცავ. ღრმად დავეუფლო არჩეულ პროფესიას ნიჭი და ცოდნა მოახმარო საქართველოს წინსვლასა და წარმატებას ვფიცავ. ფარავდეს ღმერთი. ბატონო საზღვაო ტრანსპორტის დირექტორო, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პირველმა კურსმა ფიცი დადო. პირველი რანგის კაპიტანი ბაჯელიძე. თავისუფლად. თავისუფლად.
მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. მივესალმები ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი გობახიძეს. მივესალმები ჩვენი ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს. მივესალმები განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი ამილახვარს. მივესალმები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ დავით გაბაიძეს, სპეციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს და ვისარგებლებს შემთხვევით და მიულოცავ გუშინდელ დღესასწაულს ბატონ ანზორ ჩუბინიძეს. მივესალმები ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პარტნიორებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. მივესალმები ქალაქ ბათუმის მერს. დღეს 25 ივნისია. მეზღვაურთა საერთაშორისო დღე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა დღევანდელი დღესასწაული მიულოცო ყველა მეზღვაურს და გამორჩეულად და განსაკუთრებით ქართველ მეზღვაურებს და უსურვო მათ მშვიდობიანი ნაოსნობა, უსურვო მათ წარმატებული ნაოსნობა და შინ მშვიდობით დაბრუნება. უკვე ტრადიციულად ყოველი მეზღვაურის დღე გარდა ამ ცერემონიისა არის გარკვეულწილად ანგარიშის ჩაბარების პერიოდი და დღე, როდესაც ჩვენ საზღვაო სფეროს ჩვენს მოსახლეობას ვაბარებთ ანგარიშს თუ რა გაკეთდა გასული მიმდინარე საანგარიშო პერიოდში. და წელს მე მინდა სიამაყი ვთქვა, რომ 2024 წელი არის მართლაც გამორჩეული წელიწადი საზღვაო სფეროში გადადგმული ნაბიჯების მიმართ და მე დიდხანს არ შეგაწყენთავ, შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ ჩამოგიყალიბოთ ის რაც გასულ პერიოდში მოხდა აი ამ საანგარიშო პერიოდში. პირველი და უმთავრესი ეს არის მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა ქართულ საზღვაო სფეროში, ჩვენს პორტებში. აქ გულისხმობ მოგეხსენებათ რომ გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვა, რომელიც 1 იანვრიდან უკვე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმში და სექტემბრის თვიდან უკვე ჩაეშვება სრული დატვირთვით. ამას 1 იანვრის თვიდან პარალელურად მიყვა მეორე მაღალტექნოლოგიური პროექტი, რომელსაც ქვია ერთიანი პორტების პროექტი. ეს არის პორტების გაციფროვნების პროექტი, რომელიც სულ რამოდენიმე თვეში დეკემბრის ბოლოს დასრულდება და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წლის დასაწყისში ჩვენ გვექნება მაღალტექნოლოგიური ციფრული პორტები და მომსახურება იმ თანამედროვე სტანდარტებით, რომლისკენაც ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი მივისწრაფით. სულ ჩვენი მთავარი მიზანია უსაფრთხო, კომფორტული, მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდება. არ შეიძლება როდესაც საუბრობთ უსაფრთხოებაზე, არ აღვნიშნოს სულ რამოდენიმე კვირის წინ ჩვენ გავიარეთ საერთაშორისო მონიტორინგი პორტების უსაფრთხოების და მივიღეთ საკმაოდ მაღალი შეფასება და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პორტებიდან გასული ტვირთები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ითვლება როგორც უსაფრთხო და დაბალი რისკის შემცველ ტვირთებად, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე ვართ თითქმის 19,000 ქართველი მეზღვაური, რომელიც არის რეგისტრირებული და აქვე საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა მოტივირდა. 2012 წელს ჩვენ ვიყავით სულ რაღაც 10,000 და აი ამ 12 წლიან პერიოდში იმ სწორი კურსით, იმ სწორი მიმართულებით, საითაც მიდის ჩვენი ქვეყანა, 80%-იანი ზრდა გვაქვს და ეს კიდევ უფრო გაგრძელდება. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის მაღალი კონკურსები, რომელიც არის ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში. ფაქტიურად გასულ წელს ერთ ადგილზე 7 სტუდენტი მოდიოდა, მსურველი მოდიოდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი ტექნოლოგიები, სწორი სერვისი, უსაფრთხოება, მაღალი განათლება ეს ყოველივე მოგვიტანს იმას, რომ საქართველოს ექნება ღირსეული ადგილი როგორც საზღვაო ქვეყანას. ამასთან ერთად იცით რომ და არახალია რომ ყველა ქართველი მეზღვაური არის ჩვენი ქვეყნის საამაყო ელჩი და წარმატებული ელჩი. არც გასულ პერიოდს არ ჩაუვლია ჩვენი მეზღვაურების გმირობის გარეშე. ამას შემდგომ კიდევ დაუბრუნდებით და გასულ წელს
თავისი სიცოცხლის რისკის ფასად ჩვენმა მეზღვაურებმა განწირული 53 ადამიანი გადაარჩინეს და აჩუქეს სიცოცხლე. ამისათვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ. და ბოლოს მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთაგანს. ჩვენს პირველ კურსელებს მიულოცო ფიცის დადება, უსურო წარმატებები, უსურო მშვიდობიანი ნაოსნობა, უსურო რომ ის საამაყო ტრადიციები, რომლებსაც ისინი გადაიბარებენ, ღირსეულად ეტარებიოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ახლა კი ბატონებო, მაქვს პატივი მოვიწვიო ჩვენი დარგის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი და მისი დღეს აქ დასწრებაც ამის ერთ-ერთი დიდი დასტურია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მივესალმები მეზღვაურებს, მომავალ მეზღვაურებს, მინდა პირველ კურსელებს მიულოცო დღეს ფიცის დადება. მოგესალმებით ქართულ მეზღვაურებს ყველას, ვინც აქ ბრძანდებით და მათაც ვინც დღეს შორეულ ნაოსნობაშია, გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. საერთაშორისო ნაოსნობა მსოფლიო ეკონომიკისთვის ბუნებრივია შეუცვლელ როლს ასრულებს და ასევე უნიკალურია ნაოსნობის და თითოეული მეზღვაურის როლი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის. ეს მისია განსაკუთრებით ცხადია დღეს, როდესაც ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ჩვენი ქვეყნის საკვანძო მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იკვეთება. შუა დერეფანი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმუქრესი გზა დღეს საქართველოზე გადის. რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის ჩვენი ქვეყნის მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა მკაფიოდ უსვამს ხაზს თქვენი პროფესიონალიზმის, თქვენი ყოველდღიური შრომის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ შრომის შედეგად საქართველოს შავი ზღვის რეგიონში ლიდერ საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბდა. ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს 74 სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავ გემებზე ქართულ მეზღვაურთა რაოდენობა დღეისათვის 18,000 აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. განუხრელად იზრდება საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტიც. საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე არაერთი ნაბიჯი გადადგა მეზღვაურების დაფასებისთვის, საზღვაო სფეროს განვითარებისა და გაძლიერებისთვის, საზღვაო სექტორის უფრო უსაფრთხო სამუშაო ადგილად ცევისთვის. ეს პროცესი გრძელდება სულ მალე 1 ივლისიდან ძალაში შევა კანონი მეზღვაურთა შრომის შესახებ, რომლითაც კიდევ უფრო უკეთ დარეგულირდება მეზღვაურთა შრომით და სოციალურ პირობებთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. სახელმწიფო უფრო ეფექტიანად შეძლებს დაიცვას საქართველოს თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავ გემებზე დასაქმებული ჩვენი მეზღვაურების უფლებები და ინტერესები. საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით მადლობას გიხდით თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი პატრიოტიზმისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს და გესურვებთ შემდგომ წარმატებებს. უღრმესი მადლობა. საერთაშორისო ვაჭრობის 90%-ზე მეტი საზღვაო გადაზიდვებზე მოდის. ეს არის ყველაზე სწრაფი, იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, რომელიც აკავშირებს რეგიონებსა და კონტინენტებს და უზრუნველყოფს მსოფლიო ვაჭრობის უწყვეტობას. ნაოსნობა მდგრადი ეკონომიკური განვითარების უცვლელი კომპონენტია. საამაყოა, რომ ქართველ მეზღვაურებს თავისი წვლილი შეაქვთ მსოფლიოს ეკონომიკის განვითარებაში. სენაზე ვთხოვთ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს. მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ძვირფასო მეზღვაურებო, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს. საქართველოს როგორც საზღვაო ქვეყნისთვის ამ დარგის განვითარება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, უდიდესია თქვენი ქართველი მეზღვაურების
როლი და დამსახურება. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვაღიარებთ და ვაფასებთ იმ უნიკალურ საქმეს, რასაც თქვენ სხვა ქვეყნის კოლეგებთან ერთად საერთაშორისო მასშტაბით აკეთებთ. დღეს თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრია. ჩვენი საზღვაო სექტორი კი დიდი სატრანსპორტო, სატრანზიტო, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის მნიშვნელოვანი და უფრო მეტიც საკვანძო ნაწილია. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამისკენაა მიმართული, რომ მაქსიმალურად სწრაფად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვავითაროთ საზღვაო ინფრასტრუქტურა. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია პროფესიული განათლების როლიც. მაღალკვალიფიციური კადრების მნიშვნელობა ყოველდღე იზრდება, შესაბამისად საზღვაო განათლების და პროფესიული მომზადების მხარდაჭერა იყო და რჩება საქართველოს პრიორიტეტულ მიმართულებად, რადგან სწორედ მაღალპროფესიული ადამიანები ქმნიან წარმატებას ნებისმიერ სფეროში და რა თქმა უნდა საზღვაო სფეროში. ამ კუთხით ჩვენ ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ამ მომოცანას ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით გავართვით თავი. ჩვენმა ხელისუფლებამ, კერძოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად 2012 წლიდან დღემდე არაერთი სისტემური რეფორმა და ინოვაციური პროექტი განახორციელა მეზღვაურთა განათლების, სერტიფიცირების სისტემის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მიღწეულმა შედეგებმა საშუალება მოგცა რეფორმების ახალ ეტაპზე გადავსულიყავით. პირველ რიგში ეს შეეხება მეზღვაურთა დასაქმებას, მათი შრომითი უფლებების დაცვას და სოციალური გარანტიების შექმნას. მოხარული ვარ გითხრათ, რომ 1 ივლისიდან ძალაში შედის კანონი მეზღვაურთა შრომის შესახებ, რომელიც ახალ რეალობას შექმნის ქართველი მეზღვაურების და დამსაქმებელი კომპანიებისთვის. ჩვენი პროგნოზი და მოლოდინია, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება, ხელშეუწყობს ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მეზღვაურებს მადლობა გადაუხადო ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. დღეს პრემიერ-მინისტრმა უკვე აღნიშნა, ჩვენ 18,000-ზე მეტი მეზღვაური გვყავს და ისინი დასაქმებული არიან სხვადასხვა გემზე, შესაბამისად მათი წვლილი ეკონომიკაში განუზომლად დიდია. 18,000 მეზღვაური 18,000 ოჯახს წარმოადგენს და ეს რიცხვი მზარდია, ისინი ღირსეულად ძალიან დიდი პროფესიონალიზმით, თავდადებით თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ საერთაშორისო მასშტაბით და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის სახელს რა თქმა უნდა უფრთხილდებიან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ გაცემული საზღვაო დოკუმენტების საერთაშორისო აღიარების შედეგად ქართველ მეზღვაურებს 74 საზღვაო დროშის ქვეშ შეუძლიათ დასაქმება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომელიც ქართულ სერტიფიკატებს აღიარებენ. ჩვენ ასევე აქტიურად მუშაობთ საზღვაო სერვისების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით ინტენსიურად მიმდინარეობს თანამედროვე და ინოვაციური მართვის სისტემების დანერგვის პროცესი, მათ შორის სანავსადგურე სფეროში, ის რაზეც ბატონი ალექსი საუბრობდა, დღეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობით უკვე წარმატებით შესრულდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წინაშე ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულება და 2024 წლის 1 იანვრიდან საპილოტო რეჟიმში უკვე ერთიანი ეროვნული საზღვაო ფანჯრის სისტემა გაეშვა. ასევე წლის ბოლომდე სრულად გაციფროვდება მატერიალურ დოკუმენტაციაზე დაფუძნებული სანავსადგურე პროცესები, შემცირდება ადმინისტრაციული მოთხოვნები და ბიუროკრატიული ბარიერები და ეს ყველაფერი გაზრდის უწყებად შორის კოორდინაციას შეამცირებს ნავსადგურში გემის დაყოვნების დროს. ამავე დროს ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს ქართული ფლოტის განვითარება და ამ კუთხითაც ეკონომიკის სამინისტროს აწარმოებს საქართველოს პროგრამის ფარგლებში გვაქვს არაერთი ინიციატივა, რომ არა მხოლოდ სხვა ქვეყნის დროშებით მცურავ საშუალებებზე დასაქმდნენ ჩვენი პროფესიონალი ღირსეული მეზღვაურები, არამედ მათ საშუალება ჰქონდეთ ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა. ამ კუთხით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს პერიოდში, რამდენიმე წელიწადში ჩვენ შეგვიძლია სიამაყედ თქვათ, რომ საქართველოში ქართული ფლოტი აღდგენილია. და ბოლოს კიდევ ერთხელ ჩვენს მეზღვაურებს საზღვაო სფეროს ყველა წარმომადგენლებს მადლობას საქართველოს ისტორიაში ზღვას უდიდესი როლი ჰქონდა და აქვს. საქართველოს საერთო საზღვრის 16% საზღვაო საზღვარია. შავი ზღვით უკავშირდებოდა ჩვენი სამშობლო მსოფლიოს. უძველესი სავაჭრო გზები დღესაც საქართველოს გავლით აკავშირებს ევროპასა და აზიას.
და განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ფუნქციასა და ადგილს მსოფლიო რუკაზე. სენაზე ვთხოვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობის წევრებს, მინისტრებს, დამსწრე საზოგადოებას. განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ღირსეულ მეზღვაურებს და მათ ოჯახებს. მინდა პირველ რიგში მოგილოცოთ ყველას მეზღვაურთა საერთაშორისო დღე და გადაგიხადოთ მადლობა თქვენი ღირსეული და თავდადებული სამსახურისთვის. მინდა დღევანდელ პირველ კურსელებს, ვინც ფიცი დადეს, მიულოცოთ დღევანდელი დღე და უსურვო მათ ღირსეული სამსახური და იმ ჩვენი საამაყო საზღვაო ტრადიციების ღირსეულად გაგრძელება. საზღვაო სფერო და ამ სფეროში ჩართული თითოეული ადამიანი, თითოეული მეზღვაური განსაკუთრებულ როლს თამაშობს როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, ასევე განსაკუთრებით აჭარის ეკონომიკაში. აჭარის თითოეული მაცხოვრებელი ოჯახის გაძლიერებაში და მათი უკეთესი ცხოვრების კიდევ უფრო მეტი გაძლიერებისთვის. მინდა მათ მადლობა გადაუხადო კიდევ ერთხელ და რა თქმა უნდა ჩვენ საზღვაო აკადემიასთან ერთად, საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციასთან ერთად მუდმივ რეჟიმში მუშაობთ, რომ გაძლიერდეს როგორც სტუდენტების მხარდაჭერა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ასევე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც მისცემს თითოეულ სტუდენტს, თითოეულ კურსანტს და მეზღვაურს იყოს კონკურენტუნარიანი და მსოფლიოს ყველა წერტილში ღირსეულად წარმოადგინოს ეს პროფესია და ჩვენი ქვეყანა. ასევე ბოლო წლებში განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც კიდევ უფრო სოციალურ და შრომით გარანტიებს მისცემს დასაქმებულ მეზღვაურებს. ასევე მე მსურს ქედი მოვიხარო იმ მეზღვაურების და მათი ოჯახების წინაშე, რომლებიც მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეეწირნენ. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, მიულოცოთ თითოეულ მეზღვაურს, მათ ოჯახებს და რა თქმა უნდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები. გისურვებთ ღირსეულ სამსახურს. დიდი მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ეს იყო პირდაპირ ჩართვა ბათუმიდან, სადაც მეზღვაურის საერთაშორისო